reach out and touch faith. ვაგრძელებთ თეორემას მეორე ნაწილის თემა არის საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო პრესა და პოლიტიკური ოპონენტები პოლიტიკურ კრიზისად აფასებენ, ხოლო ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი ვერ ხედავენ საფუძველს იმის თქმის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ნიკა რურუა, საზოგადოება ივერია, გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი ბადრიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოსო ცისკარიშვილი, პოლიტოლოგი და ტაბულა სტუდიიდან ჩაგვერთვება ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, გსურს მაინც გავიაროთ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში თავდაცვის მინისტრთან და მის პოლიტიკურ გუნდთან მიმართებით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ვნახოთ ვიდეო. საქმე გვაქვს მიზან მიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან. ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ვისაც რომ მოხდეს საქართველოს შეერაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზების თავიდან აცილება. ის რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი. რათა უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის. ჩემს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობის გათავისუფლების შესახებ. მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, გადავწყვიტეთ დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები. რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ჩვენი მომავალი საქმიანობა, არამედ ჩვენს მიერ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ, ამიტომ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც ზემოთ მოგახსენეთ. დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდექით. გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. მე არ მაქვს მორალური უფლება დღეს სხვაგვარად მოვიქცე. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის ნამდვილად ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი პატარა ჯგუფუკა, რაც არ უნდა გავლენიანი უწყების იყოს ის, მას ვერაფერს დააკლებს და ვერავინ ვერ დააკლებს. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ამ კურსის სადარაჯოზე ვიქნებით და ძალიან ძვირად დაუჯენთ ყველას, ვინ შეეცდება ამ კურსიდან გადახვევას. ამ ვითარებაში პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე რა რომ ამ 2 წლის მანძილზე მე იუსტიციის მინისტრს ერთ ქალს ქონია მრავალი სირთულე. მე რა რომ თავის ზევით ძალა მომიძებნია, რომ ფეხზე მდგარიყავი ან არ მდგარიყავი. ფაქტია მაინც. მე და ჩემს სამინისტროს არასდროს არ ქონია ხელშეშლა. გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე არასდროს არც ერთი და არც მეორე პრემიერ-მინისტრის მხრიდან. არასდროს არც მოქმედ მინისტრებთან, არც უკვე ყოფილ მინისტრებთან არც სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა. მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება. მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომლებსაც ჩემი ღრმა რწმენით მივყავს საქართველო ევროპამდე და მანამ არ მაქვს და არ მქონია არანაირი საფუძველი. მე ფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, მე და ჩემი გუნდი რჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის. მე რაც დავინახე და ჩემი მოსაზრება იყო ის ზედმეტი ამბიციურობა, რომელიც გამოვლინდა და ამითი გარკვეულმა მინისტრებმა თავისი თავი გააიგივეს ქვეყნის
მომავალთან და ქვეყნის ორიენტირთან. აი ეს მიმაჩნია მე ყველაზე უფრო არასწორნაბიჯად და შესაბამისად ეს არის ჩემი შეფასება. მინისტრების გადადგომა ჩვეულებრივი მოვლენაა, არ არის ყოველთვის სასიამოვნო, მაგრამ ახლა იგი როცა კრიზისებზე ვლაპარაკობთ, ხო? გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მთელი 2 წლის განმავლობაში ბელგიამ ვერ შეძლო, ბელგიის პარლამენტმა ვერ შეძლო მთავრობის არჩევა. 2 წელი მთავრობის გარეშე იყო ბელგია და არავის არ უთქვამს, რომ ბელგიაში არის კრიზისი და ახლა სამი მინისტრი გადადგება თუ ახალი დაემატება, ეს არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ ცვლის იმ კურსში, რომელიც აქვს აღებული ქართულ ხალხს და საქართველოს მთავრობას. სამი ავანტიურის პროცედურა, ერთი ავანტიურისტი და უჯგო მინისტრი ამბიციური ჩამოგშორდა და მიცუდი ზარფერი არ მოხდა. მე და გავიხსენო, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ღიად ლობირებდა და მფარველობდა ნაციონალებს, იყო ირაკლი ალასანია. დაწყებული იგი უგულავათი, ბოკერიათი, ასე რომ ჩემში ყველა კითხვა არის ამოხსნილი. იგივე მისი განცხადება 2 დღის წინ, რომ ის აპირებს ყველასთან ითანამშრომლოს, ყველა პროევროპულ ძალებთან, მათ შორის ნაციონალებთან, რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრირება. მაგრამ მოსახლეობა კიდევ მეორებ ძალიან ბევრ ამას გაიგებს, ძალიან ბევრ სიურპრიზს გაიგებს. და ეს იქნება კიდევ ერთხელ შემარცხვენელი მისთვის პირადად. და მის თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ. პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბუნებრივია აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია და უნდა ჰქონდეს კიდეც ყველაზე მეტი ინფორმაცია, განსაკუთრებით მთავრობის შიგნით, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი პროცესები და შესაძლებელია ყველაფერი ის რაც ხდება მიღმა არ არის და ვერ იქნება საჯარო და მე არ მგონია რომ პრემიერი როდესაც აკეთებს რაიმე ტიპის კომენტარს და შეფასებას აკეთებს ისე რომ არ არსებობდეს ის კონკრეტული ფაქტები ან კონკრეტული გარემოებები რომელიც საფუძველი ხდება ხოლმე საკმაოდ მწვავე შეფასების. პრემიერ-მინისტრს ეთყობა მეტი ინფორმაცია აქვს, მე არ მაქვს საშუალება უფლება არ დავადასტურო, და თუ არ ყო, ბუნებრივია მან მეტი იცის ამაზე. არ მაქვს ფაქტები, შესაძლოა ბატონ ირაკლის ჩემზე მეტი ფაქტი აქვს გულისხმობ ღარიბაშვილს. ყველანაირ კორექტურობას გაცდა პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, ისინი სახეს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. ამ ყველაფრის შემდეგ იზღა შემიძლია გითხრათ შემდეგი. ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია და ამიტომ მე გადავდექი. დიდი მადლობა. ბატონი ალექსი პეტრიაშვილის სიტყვები ალბათ ისტორიაში დარჩება ჩევარნაძის მსგავსან, ჩევარნაძემ თქვა ეს სიტყვები, თუ არ ვცდები, როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა. ბატონ გიორგი კანდელაკთან მექნება პირველი შეკითხვა, იმიტომ რომ ის მალე უნდა გაუშვა, დაკავებულია. ბატონ გიორგი, გესმით ჩემი? დიახ. ერთი ავანტურისტი და უჯგუო მინისტრი, როგორც ბატონი ღარიბაშვილი ამბობს, ღიად ლობირებდა ნაციონალური მოძრაობის წევრებს. თუ გსმენიათ თქვენ მსგავსი ლობირების შესახებ და ხომ არ ვერტყვით, რა შეიძლება გულისხმობდეს ბატონი ღარიბაშვილი, როდესაც თქვენს ლობირებაში ადანაშაულებს მისივე ყოფილ მინისტრს. დიახ, პირველ რიგში მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვის აშკარა და თვალში საცემია, რომ ამ შემთხვევაში ფორმალურად პრემიერ-მინისტრის აი ეს მართლაც გამოხტომა უკვე ყოველგვარ ზღვარს ცილდება და შეგვახსენებს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში დგას ადამიანი, რომელიც სრულიად აშკარა არ მხოლოდ რომ ესე იგი შეუფერებელია ამ თანამდებობისთვის, არამედ ადამიანი, რომელიც ზოგადად ცივილიზებული ადამიანი არ არის და არ არის უბრალოდ ყმა ოლიგარქისა, რომელიც ქურდული მენტალობის, ასე ვთქვათ, რაღაც ფარგლებში, კონტექსტში ცდილობს, რომ რაღაც აი ამ მიმართულებით წაიყვანოს საქართველო. ალბათ ბატონი ღარიბაშვილი გულისხმობდა შესაძლოა იმას, რომ როგორც თვითონ ბატონმა ალასანიამ თქვა ერთ-ერთ ეთერში, ალბათ იგი ცდილობდა რაღაც ერთგვარი მუხრუჭის როლი ეთამაშა იმ რეპრესიების კონტექსტში, მაგრამ თუ კი ეს ასეც იყო, ბატონ ალასანიას დღეს აშკარაა, რომ არაფერი არ გამოსვლია
და რეპრესიები მიუხედავად მისი სავარაუდო წინააღმდეგობისა მაინც გაგრძელდა. ასე რომ ალბათ სწორედ ეს იყო რაც იგულისხმება მყარიბაშვილი. კი ბატონო, ზოგადად სათხედავთ ბატონი ირაკლი ალასანიას ნიშას დღეს, როცა ის ოპოზიციაშია, ის არის, ვთქვათ, კიდევ ერთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია გახდა. როგორ ფიქრობთ, არის მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში? ეს მან თავად უნდა დაამტკიცოს, მან თავად უნდა გვაჩვენოს, შეუძლია თუ არა პოლიტიკური ბრძოლა, შეუძლია თუ არა ბრძოლა იმ ფასეულობებისათვის, რაზეც აპელირებს. ჯერჯერობით ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი არის მთელი საზოგადოებისთვის და ამ მრჩევლებისთვის პირველ რიგში, რომ მთელი ამ 2 წლის განმავლობაში იგი მისი ფუნქცია და მისი გუნდის ფუნქცია იყო ერთგვარი მაკიაჟის ფუნქცია, რათა შეერბილებინათ ის კრიტიკა, რაც მომდინარეობდა დასავლეთიდან ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ და ასე ვთქვათ, ერთგვარად გაეკეთილშობილებინათ ის თვალშისაცემი შეუფერებლობა ქართული ოცნების ბირთვისა იყოს საქართველოს ხელისუფლების შესაძლოა სწორედ ამას გულისხმობდა იმის გამო, რომ ალასანია იყო ერთ-ერთი, ვინც ცდილობდა შეერბილებინა დასავლეთის კრიტიკა ივანიშვილის პოლიტიკისა, სწორედ ამ ფარგლებში ცდილობდა ის, რომ გარკვეულწილად შეეკავებინა მთავრობა რეპრესიებისაგან. ამას ხომ არ გულისხმობდა? შეიძლება, მაგრამ მე იმის თქვა მინდოდა, რომ ამავე დროს ბატონი ალასანია და მისი გუნდი იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყნის ამ კონდიციამდე, ამ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიყვანისთვის, რადგან ისინი იყვნენ ყველაფერ ამის თანამონაწილეები, რადგან ეს საფრთხე საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ არ გაჩენილა დღეს, ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ეს 2 წელია, ბატონი ალასანიას თავს დამტყდარმა ამბავმა უბრალოდ დაადასტურა, რომ ის რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო სრული სიმართლე და რა თქმა უნდა ბატონი ალასანია ვერ გაექცევა და მისი გუნდი ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ როგორ ეხლა გახდა პროკურატურა პოლიტიზირებული და მიკერძოებული და გადაიქცა იარაღად ივანიშვილის ხელში და ეხლა გამოჩნდა რომ ბატონი ივანიშვილი არის გადაწყვეტილების მიღები და ასე არ იყო 1 თვის წინ, იმიტომ რომ სიტყვაზე 1 თვის წინ, მე ვიყავი მაგალითად რაღაც სადილზე ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან, ბატონ ვიქტორ დოლიძესთან ერთად 2 კვირის წინ. და ამ სადილზე ბატონი ვიქტორ დოლიძე სრულიად სხვა ტექსტებით საუბრობდა, ვიდრე მაგალითად იგი საუბრობს დღეს და როდის ტყუოდა ბატონი ვიქტორი დღეს თუ 2 კვირის წინ. კი ბატონო, მე შევეცადე რომ ბატონი ვიქტორი მას პასუხისმგებლობა, მაგრამ თავარი არ არის ეს, თავარი არ არის ცხადია წარსული, თავარი არის მომავალი და თავარი არის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები და თავარი არის ის, რომ საქართველოს რაღაცნაირად გადააგოროს ეს რეგრესის ციკლი იმისათვის რომ ეს ციკლი არ გადაიქცეს რაღაც სპირალად, სადაც ბიზინა ივანიშვილი ჩაითრევს საქართველოს. სწორედ მომავალზე მინდა გკითხოთ, პირველ საღამოს, როდესაც ეს რუსთავის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსთავის გადაცემაში იღებდა მონაწილეობას, თუ არ ვცდები არჩევანში, მან თქვა, რომ ის არ გამორიცხავს და ითანამშრომლებს ყველა ძალასთან, პრემიერმაც გაიმეორა იგივე, ითანამშრომლებს ყველა ძალასთან, რომელსაც პროდასავლური ღირებულებები აქვს და რომელიც დასავლეთისკენ მიისწრაფვის. თუმცა შემდეგ უკვე მეორე დღეს გააკეთა განცხადება, რომ ის ყველანაირ კავშირს გამორიცხავს ნაციონალურ მოძრაობასთან. თქვენ როგორ გაიგეთ ეს სიტყვები? ზოგადად თქვენ თუ ხართ მზად ითანამშრომლოთ ნაციონალურ მოძრაობასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, როგორ გესახებათ თქვენი მოურთიერთობა მომავალში? ხო, ეს ეპიზოდიც არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმ სამწუხარო არათანამიმდევრულობისა, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახასიათებს ბატონ ალასანიას, შეგვიძლია გავხსენოთ 2009 წელი, როცა მან ძალიან უგუნური გადაწყვეტილება მიიღო და შეუერთდა ამ რადიკალურ ექსტრემისტულ აქციას, ამ საკნების აქციას, როცა ბლოკირებული იყო პარლამენტის მუშაობა 3 თვის განმავლობაში. ბევრი სხვა ეპიზოდი შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ ეს არ არის კიდევ ერთხელ მთავარი. მთავარი არის ის, რომ საქართველოს უნდა მოიშოროს თავიდან, აი ეს რაღაც სახადი, მოიხადოს ეს სახადი, აი ამ ოლიგარქის რეჟიმი დაასრულოს იმისათვის, რომ
უკუსვლიდან ისევ ქვეყანა დაუბრუნდეს წინსვლის. რადგან ეს არის მთავარი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თქვენ თანამშრომლობთ ნებისმიერ ძალასთან, რომელიც ამ სახადის მოცილებაში დაგეხმარებათ? რა თქმა უნდა, თუმცა დღეს ეს არ დგას დღის წესრიგში. დღეს ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენელება აი ამ რეპრესიული მანქანისა, ერთის მხრივ და ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლისა და ზოგადად აი ამ სხვადასხვა სფეროებში ამ სწრაფი უკუსვლისა, რისი მოტორიც არის ბატონი ივანიშვილი და თვითონ რაც შეეხება ბატონ ალასანიას, მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ჩამოაყალიბოს ქმედითი ოპოზიციური პოლიტიკა. კი ბატონო და ბოლო კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ნაციონალურ მოძრაობაზე როგორ შეიძლება აისახოს თავად ის ფაქტი, რომ ირაკლი ალასანია კიდევ ირაკლი ალასანიას ვთქვათ პოლიტიკური გუნდის სახით კიდევ ერთი პროდასავლური ოპოზიცია გაჩნდა. ხომ არ შიშობთ, რომ მან შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობას ვთქვათ იგივე ამომრჩეველი გაუყოს, პოტენციური ამომრჩეველი? მე ვფიქრობ, ამგვარი ვარაუდი იქნებოდა გადაჭარბებული, ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია მყარი, ასე ვთქვათ, ბირთვი და ბაზა ამომრჩეველობისა, რაც დაამტკიცა ესე იგი 2012 წლის შემდეგ ჩატარებულმა ორმა არჩევნებმა ურთულეს ვითარებაში რეპრესიების და აი ამ მთელი სახელმწიფო მანქანის ძალიან აღვირახსნილი მოქმედების მიუხედავად ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობამ არა მხოლოდ დააფიქსირა მეორე ადგილი, არამედ დააფიქსირა ზრდაც, განსაკუთრებით ქალაქებში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენიმე ქალაქში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა მხოლოდ მართლა მასშტაბური გაყალბების გამო, მაგალითად მარნეულში, მაგალითად ზუგდიდში. ასე რომ ნაციონალური მოძრაობის პოზიციას იყოს მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის რეჟიმისა არ გააჩნია ალტერნატივა. მე ვფიქრობ, საქართველო გაიმეორებს თუ შეიძლება განვაზოგადოთ გარკვეულად გაიმეორებს იმ გზას, რაც გაიარეს იმ ქვეყნებმა, რომელსაც ხშირად გვადარებენ ხოლმე, აი მაგალითად ბალტიის ქვეყნებმა, სადაც როცა დაუშვათ ჩვენი მსგავსი, მეტნაკლებად მსგავსი რეფორმისტულად განწყობილი ძალები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ატარებდნენ ხშირ შემთხვევაში ჩვენსავით ტკივნეულ რეფორმებს, შემდეგ ისინი მარცხდებოდნენ, ხშირად ერთ ვადაზე მეტსაც ვერ ძლებდნენ, შემდეგ ხელისუფლებაში მოდიოდნენ რევანშისტულად განწყობილი ხშირ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ნომენკლატურული ან სახელშესვლილი კომუნისტები და რეალურად ქართული ოცნება ხომ დიდწილად აი ამ კომუნისტური ნომენკლატურისგან შედგება რა? და შემდეგ, აი ამ სახადის მოცილების შემდეგ რეფორმისტები ისევ ბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ნასწავლი გაკვეთილებით, უფრო ასე ვთქვათ, დაღვინებულები, უფრო გამობრძმედილები, ამ შემთხვევაში ოპოზიციურ ამპლუაში და ქვეყანა აგრძელებდა კვლავ პროგრესს და დღეს ეს ქვეყნები არიან გასული სამშვიდობოს. მე ვფიქრობ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება უფრო ცივილიზებულად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არაცივილიზებული მმართველი ყავს დღეს საქართველოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ციკლს საქართველო ასევე გაიმეორებს და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გავა სამშვიდობოს სწორედ ნაციონალური მოძრაობის. კი ბატონო, ძალიან მინდოდა ეს ბოლო კითხვა ყოფილიყო, მაგრამ რადგან პარალელები ახსენეთ, არ შემიძლია უკრაინის მაგალითი არ მოვიყვანოთ, ჩვენ გვაქვს აი ახლა ხან ჩატარებული უკრაინის არჩევნები, სადაც დიდი უმრავლესობით მოიგო პროდასავლურმა ძალებმა პირველი არჩევნებია, როდესაც კომუნისტური პარტია ვერ შევიდა, ვერ მოხვდა პარლამენტში, მხოლოდ 10% აიღეს ღიად პრორუსულმა დაჯგუფებებმა, მაგრამ საგულისხმოა ერთი რამ, რომ აი ძველმა სახემ, ახლა თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ბრუნდებოდნენ ხოლმეო იულია ტიმოშენკომ ერთ-ერთმა ყველაზე სახავერდო საბჭოთა კომუნისტური ნომენკლატურა ვიგულისხმე. კი ბატონო, ფაქტია, რომ ძველმა სახემ იულია ტიმოშენკომ ძლივს გადალახა ბარიერი. ეს თქვენთვის გარკვეული გაკვეთილი ხომ არ არის? მithumetes თუ შევხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამე ერთმანეთს გავს განვითარებული მოვლენები უკრაინასა და საქართველოში. მე ვფიქრობ, მსგავსება არის არა იმდენად აი ეს კონკრეტული კომპონენტი, რაც თქვენ აღნიშნეთ, არამედ უფრო მეტი მსგავსება და როცა ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსებებზე საქართველოსა და უკრაინას შორის, პირველ რიგში თვალშისაცემი მსგავსება ეს არის მსგავსება იანუკოვიჩსა და ივანიშვილს შორის, რადგან ივანიშვილი და ეს რეჟიმი ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირ შემთხვევაში იმეორებს იმ ცდარნაბიჯებს, რაც გადადგა იანუკოვიჩმა, ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნის თვალსაზრისით, ასევე რეალურად საგარეო პოლიტიკის და საგარეო პოლიტიკური ვექტორის რუსეთისკენ გადახრის თვალსაზრისით, რაც შეეხება თვითონ ტიმოშენკოს პოლიტიკურ ძალას, მე ვფიქრობ,
დღევანდელ დღემდეც და დღევანდელი დღის შემდეგაც ნაციონალურ მოძრაობა დაამტკიცებს, რომ განსხვავებით სხვადასხვა აი ბაცკავშინა ქვია მის პარტიას. დიახ, ნაციონალურ მოძრაობა განიცდის ძალიან სერიოზული განახლების და ტრანსფორმაციის პროცესს, გახსნის პროცესს ჩვენ ჩავატარეთ პრაიმერები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი კანდიდატები გამოვლიდნენ პრაიმერების შედეგად, რომელთა დიდი ნაწილის შემთხვევაში ჩვენ არც ვიცოდით ვინ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ ეს იყო მართლა კონკურენტული პროცესი და ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ დავანახებთ მთელ ქვეყანას, რომ ნაციონალურ მოძრაობა არის არა მხოლოდ კონსოლიდირებული, შეკავშირებული, მტკიცე, კარგად ორგანიზებული ძალა, არამედ ასევე გახსნილი და დემოკრატიული ძალა, რომელსაც შეუძლია ადეკვატურად ასახოს საზოგადოების განწყობები და საზოგადოების ინტერესები. ცხადია, 15 ნოემბერი იქნება ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სადაც ჩვენ კარგ ბალანსს დავანახებთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ერთის მხრივ ჩვენ ვართ გახსნილი ძალა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი და ყველაზე ორგანიზებული პარტია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ამ ძალას უნარი, რომ დაასრულოს ივანიშვილის რეჟიმი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, წარმატებებს გისურვებთ. ცხადია იმაში, რომ დაამტკიცოთ, რომ თქვენ ხართ ნამდვილად ჭეშმარიტი ოპოზიცია, პროდასავლური. მე უბრუნდები ჩემს სტუმრებს. ვიკადოლიძე, ბატონი ვიკადოლიძე ახსენა გიორგი კანდელაკმა, სამწუხაროა მან ვერ შეძლო გადაცემაში მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ თხოვენ, ზოგადად ვერ შეძლო, ვერც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს მოსვლა, ვერც უკვე ოპოზიციურმა თავისუფალმა დემოკრატებმა, ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა, ვიკადოლიძისთვის მინდოდა ერთი რამე კითხა, რომ ჩემ გადაცემაში, ამ ეთერში ზუსტად ამ მაგიდასთან იჯდა, როდესაც საყვედურობდა ერთ-ერთ პოლიტიკოს ნაციონალური მოძრაობის წევრს, რომელმაც სტატია გამოაქვეყნა ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტის პარალელურად, ის გამოთქვამდა შიშს, რომ საქართველოს ხელისუფლება იანუკოვიჩის გზას ადგას. იგივე გაიმეორა ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანიამაც, რომ საქართველოში ბევრი იანუკოვიჩია რუსთავიორის ეთერში. იგივე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა აქამდე საუბრობდა პროკურატურის პოლიტიკური იარაღად გამოყენებაზე, დღეს უკვე მანამდე თავისუფალი დემოკრატები ამას ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ესე. დღეს ისინი იგივეს იმეორებენ. ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ ევროატლანტიკურ კურსს ექმნება საფრთხე, 2 წელია ამას ამბობენ. თავისუფალი დემოკრატები უარყოფდნენ, დღეს ისინიც იგივეს ამბობენ. ბატონო სოსო, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამ გამოიწვია ასეთი დაახლოვება ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების რიტორიკის? რიტორიკა, როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური ძალებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ გახლავთ, რადგან ახლა უსმენდი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს და მესმოდა ქალბატონ ბურჯანაძის საუბარი პრაქტიკულად. 2 საათის წინ ზუსტად ასე აფასებდა იგი ალასანიას, მის პარტიას და არსებულ ვითარებას. და როდესაც ასეთ კრიტიკას ვისმენ ხოლმე ერთი პარტიიდან მეორე პარტიის მიმართ, რაღაც პირადულსაც ვხედავ ასეთ განცხადებებში და არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს. სანამდებურად მახსენდება მიმინოდან ერთი ფრაზა სასამართლოზე. Я такой личный неприязный имя прямо кушать не могу. Აი ეს როცა ხდება საფუძველი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ახასიათებლების წარმოსაჩენად, რასაკვირველია, გარედან დანახული ვითარება გარედან ვამბობ არა პოლიტიკური სივრციდან. გვერდიდან, ну ესე იგი შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს და წარმოგიდგენიათ, რომ 220-ზე მეტი პარტია რეგისტრირებული ქვეყანაში, ერთმანეთზე რომ დაიწყებენ ლაპარაკს მრავალპარტიული არჩევნების პირობებში, რა შეიძლება მივიღოთ და კი ბატონო, პერსონალიებს მოდით თავი დავანებოთ, ჩავთვალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, მე ქალბატონ ნინოსთვის არ მისმენია, მაგერ ბატონ გიორგის უსმინე თქვენთან ერთად. კონკრეტულად რა მის მიერ შინაარსთან დაკავშირებით რა პრობლემა გაქვთ? ანუ 2 წლის განმავლობაში არ იყო ალასანია ის ადამიანი, ვინც გარკვეულწილად ამართლებდა ქართული ოცნების პოლიტიკას? რასაკვირველია, ის ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი გახლდათ იმ რეალობისა, რომელშიც ვიმყოფებით. მაგრამ მე მაკვირვებს ერთი რამ. არც ერთ თქვენ კოლეგას
ჟურნალისტს, არც ერთ პარლამენტარს, არც ერთ მთავრობის წევრს. კამერების წინ კითხვა არ დაუსვამს თუ რას გულისხმობდა ბატონი ალასანია და რა იყო საფუძველი მისი ასეთი განცხადების. არ გიკვირთ. თვითონ მე არ ახსნა ეს ბატონოს ასო. როგორ ახსნა, რომ არის საფრთხე, ხომ? რა ფიქრებიებს მას, რომ არის საფრთხე ამ ცვლილებებისა? ამაზე ხო კითხვა მისთვის არავის დაუსვამს. არ ვიცი, შეიძლება უნდა დაგვესვა, მაგრამ მე ჩემთვის ცხადი იყო რამ განაპირობა მისი ჩავთვალე, რომ ამაზე პასუხი უკვე ვიცი და ამიტომაც არ ვკითხე. ნუ მაშინ იქნებ გვითხრათ თქვენ თუ ვიცით. კი ბატონო, ამას აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი ჩემი Facebook-ის გვერდზე, ან როდესაც როიმე გადაცემაში მიმიწოვენ, ეხლა თუ შეიძლება კითხვას დავსვავ, როგორ შეიცვალა ბატონ გიორგი თქვენი აზრით ძალთა ბალანსი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ? რას შეცვლის ის ქართულ პოლიტიკაში? მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სერიოზული ცვლილებების საწინდარია, იქ ელემენტარული არითმეტიკის ამბავია, რომ გამოვაკლოთ 83-ს 10, ეს არის 73 და კოალიციას და რეალურად უმრავლესობა ფაქტობრივად აღარ არსებობს, ბუნებრივია მათ მოუწევთ სერიოზულად დაძაბონ თავიანთი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მათ შეინარჩუნონ უმრავლესობა. დაუბრუნდები იმას, რომ მე ბატონს ასოს დავეთანხმები იმ ასპექტში, რომ მეტი სიცხადეა საჭირო ბატონო ალასანიას. მოდით უმრავლესობის თემას ვერ დაუბრუნდეთ. დღეს ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს 51 დეპუტატი პარლამენტში. ქართულ იმას თავისუფალ დემოკრატებს ჰყავთ 11, აქედან 2-მა თუ არ ვცდები თუ 3-მა თქვა, რომ ისინი არ აპირებენ კოალიციის დატოვებას, შესაბამისად მათ გარეშე მოუწევს ფრაქციას დამოუკიდებელი მოღვაწეობა. ანუ სადღაც 60 ხმა გროვდება და ახლოებით, ვინც ამ შემთხვევაში, ვინც შეიძლება რომ ოპოზიციად განვიხილოთ, არა? ესე ამას გულისხმობთ, ხო? ხო, და იმას ვამბობ, რომ იგივე გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობას სერიოზული პრობლემები ექმნება, იქიდან გამომდინარე, რომ მას დაჭირდება იგივე დამოუკიდებელი დეპუტატების განმობირება და ყოველთვის არ არის ხან ზოგი ავად არის, რაღაც არის წასული, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზეც კი უმრავლესობას ექმნება სერიოზული პრობლემა და თუ იმასაც დაუმატებთ, რომ რეალურად რესპუბლიკელების დარჩენა კოალიციაში, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე იყო, როდის დატოვებენ ისინი კოალიციას, უკვე აღარავინ იცის, აქედან გამომდინარე უმრავლესობა, ანუ რეალურად მომავალში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ ეგრეთ წოდებულ დაკიდულ პარლამენტს, სადაც უმრავლესობა ფაქტობრივად აღარ იარსებებს. რამდენად და როდის ეყოფა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობა, რომ ასე ვთქვათ, უმოქმედო პარლამენტი დაითხოვოს და დანიშნოს ახალი არჩევნები, ამის წინასწარ განჭვრეტა ბუნებრივია ძნელია, თუმცა ყველაფერი მიდის ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი იგივე საპარლამენტო ბალანსის თვალსაზრისით. დაუბრუნდები იმ საკითხს ბატონი ალასანიას განმარტებებს, აუცილებლად დავეთანხმები ბატონ სოსოს იმ ასპექტში, რომ იმისათვის, რომ დავიჯეროთ ეს განცხადებები და სერიოზულად მივიღოთ, საჭიროა მეტი ინფორმაცია და მეტი განმარტება. ეხლა პირველად არ ვამბობ ამას, მაგრამ ის განცხადება, რომ საქართველოს პროკურატურა ებრძვის საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, ეს არასერიოზულია. ნუ სავარაუდოდ გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილს, არა? გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ კარგი ბადაშვილი ხო არ იღებს ამ გადაწყვეტილებას? ეთქვა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ან ეს არის პრემიერ-მინისტრი და მე ჩემი აზრით ალასანიასგან ნახევარზომებს მგონი ჩვენ შეჩვეულები ვართ ყველა. მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც მან დაიწყო გაკეთება, მაგრამ შემდეგ გაჩერდა და მე მიმაჩნია, რომ ის მეორე ნაწილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, მან თქვა ასეთი რამ, რომ მას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იქ კონკრეტულად განიხილებოდა საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა ამას ვერ იტყვის, რადგანაც ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და საქართველოს ხელისუფლების ნაწილი ამ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა მას ეს არ უარყვია, ყოველ შემთხვევაში ეს მიმართულება. მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საფრანგეთი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე, მოდი ასე ვთქვათ, წარმატებული ქვეყანა იარაღის გაყიდვის თვალსაზრისით, სავარაუდოდ აქ ლაპარაკი იყო თავდაცვით იარაღზე, კონკრეტული ტიპის იარაღზე, რომელიც საქართველოს ჭირდებოდა თავდაცვისთვის და მე ვიცი ერთადერთი ქვეყანა მხოლოდ რეგიონში, რომელიც საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას ეწინააღმდეგება, ეს არის რუსეთი და თუკი საქართველოს მთავრობაში
არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ამას ეწინააღმდეგებოდა, ეს მე უკვე მაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ რუსული ინტერესებმა უკვე შეაღწია მინისტრთა კაბინეტში, თუ კი ეს განხილვა იყო მინისტრთა კაბინეტის კი ბატონო, ჩვენ ამისი მაგალითი გვაქვს, როდესაც გადათეორემას პირველ ნაწილშიც ვკითხეთ, ვარსდებით დათო სიხარულიას, ვკითხე ამის შესახებ, როდესაც ბატონი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში თავდაცვის მინისტრის რანგში და ის საუბრობდა აუცილებლობაზე, რომ შეერთებული შტატებისგან მივიღოთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მას მისივე უმრავლესობა აქ ხმალამოღებით ებრძოდა, ამკრიტიკებდა, მე ცოტა ესე ძალიან მკაცრად და ასე შემდეგ, ასე რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ნუ რატომღაც დღეს ახლა გადაწყვიტა, როდესაც ხალხიც დაიჭირეს, ხო? და კიდე ერთი რამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ალასანია რეალურად ამ განცხადებას აკეთებს, მაშინ, როდესაც ანუ ესე გამოჩნდა, რომ პროკურატურა ამუშავდა როგორც, ასე ვთქვათ, დამსჯელი იარაღი მისი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ და მის წინააღმდეგ რეალურად ეჭვი იმისა, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი რაღაცა თვალსაზრისით იცვლებოდა და ეს ბევრად უფრო ადრე გამიჩნდა მე პირადად როგორც მიმომხილველს ვიდრე დღეს და ბუნებრივია ძალიან კარგი იქნებოდა რომ ირაკლი მე დარწმუნებული ვარ ეს 5 დღის განმავლობაში არ მომხდარა დღეს ეს არის გრძელი პროცესი და ალასანიას მხრიდან როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის მხრიდან უპრიანი იქნებოდა რომ მას ეს განცხადება მაშინ გაეკეთებინა, როდესაც მან პირველი ნიშნები დაინახა აი ამ ყველაფრის და აქედან გამომდინარე ბუნებრივია დასანანია ეს ყველაფერი, რადგან ეს დღეს ხდება. ბატონიკას მინდა ვკითხო, ირაკლი ალასანიასთვის ეს არ არის პირველი გადადგომა, თქვენი მთავრობიდან გადადგა, როდესაც თქვენს მთავრობის წევრი იყავით, 2009 წელს უკვე კულტურის მინისტრი ბრძანდებოდით თქვენ გონი. კი, მაშინ ის გადადგა, ელჩი იყო და გადადგა. მიუხედავად, მაშინაც ის ძალიან პოპულარული იყო, მახსოვს ხუმრობაც კი იყო ესეთი, რომ ალასანიას როგორც გოდოს ისე ელოდებოდნენ, მაშინაც გარკვეული პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეინიშნებოდა, გახსოვთ ალბათ 2009 წლის 9 წელს 4 თვიანი თუ 5 თვიანი თუ არ ვიცი რა ხანგრძლივი აქციები. მიუხედავად კარგი სასტარტო პირობებისა, მაშინ ვერ შეძლო მან რეიტინგის ხანგრძლივად შენარჩუნება და შემდეგ წელს არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ყოველი მე-10 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. რეალურად არ არის არც ერთი არჩევნები, რომელიც ალასანიამ მოიგო. იმ დროსაც კი 2012 წელს, როდესაც ოცნებამ ესეთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ირაკლი ალასანიამ არჩევნები წააგო როლანდ ახალაიასთან, ერთ-ერთ ყველაზე ესეთ დემონიზებულ ფიგურასთან წინა ხელისუფლებიდან. როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს მას ახლა? ეს კითხვა ჯობია დაუსვათ ველაკაკულიას. ვინმე ხო მარჩიელს, მე არ ვიცი ეს გამოჩნდება და ყველა ვნახავ. აქ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში რაღაცნაირად დიდი სურათის დანახვა და ტენდენციების დანახვა, რომელიც ეხლა იბადება აი ამ თამაშის წესებს რაღაცნაირად მონაწილეები ამ პოლიტიკური თამაშისა დღეს აწესებენ, რახან ჩვენ არა ვართ, როგორც ვიცით, ტრადიციული ესეთი გრძელვადიანი დემოკრატია, ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და ის როგორ გითხრათ, ის კანონები ურთიერთობისა, რომელიც ეხლა არის ფორმირების ფაზაში, შემდეგ რაღაც პერიოდი დარჩება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამდენად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავინახო, ამოვიცნოთ რაღაცნაირად და გავაანალიზოთ ის ტენდენციები, დავწონოთ მათი ავკარგიანობა, რომლებსაც ეხლა აქვთ აი სწორედ ამ კრიზისის ფონზე ძალიან ესეთი ნათელი ფორმა მიღებული. მე ამ ტენდენციებიდან ძალიან არ მომწონს ერთი რაღაცა, არ მომწონს ისევ პოლიტიკური ექსტრემიზმის და ესეთი რადიკალურობის ან ყველაფერიან არაფრის ტონალობა და კილოკავი, რომელიც მომდინარეობს ხელისუფლებიდან ახლა. აბსოლუტურად ნორმალურია დემოკრატიულ მართლობაში ვიღაცის გადადგომა, ვიღაცის განთავისუფლებაც, მაგრამ ძალიან არანორმალური და საშიშია ზოგადად დემოკრატიის მომავლისთვის, როდესაც იმუქრება ხელისუფლების წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი, რომ საზოგადოება ცოტა ხანში გაიგებს სიურპრიზს, დასაგმო ფაქტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმ ადამიანზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის უკან მის თანაგუნდელი იყო. ეს ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ
ვინც ჩვენთან არ არის, ყველა ჩვენი მტერი. ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმის ძალიან ნათელი მაგალითი და ეს არის ცუდი ყველასთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ან არაფერი, სადაც არის თამაშის წესები, იქ დემოკრატია როგორც პროცესი ვერ ვითარდება. ეს არის რეგრესული ტენდენცია და შემდეგ ადრე თუ გვიან ესე წარმართული თამაშის პირობებში შემდეგი ძალაც წინა ძალას ასევე მოექცევა, გაანადგურებს ან მოუნდომებს გაანადგურებას და ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის პირველ რიგში. დღეს ისეთი დროა, ბოდიში დავამთავრებ, ვერავის ვერაფრით ვერ შევაშინებთ. ინტერნეტის დროს გამორიცხული ადამიანის რამენაირად მით უმეტეს პოლიტიკოსის დაშინება დაპატიმრებით. ეს შეიძლება მისთვის როგორც ციური მანანა ისეთი alguna იყოს. ბევრად პოპულარული გახდეს, ბევრად მიეცეს შანსი სიმამაცის გამოვლინებისა და ამიტომ დღეს რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს არის ეს ღვარძლი, რომელიც ისმის ამწუთას ხელისუფლების მხრიდან. კი ბატონო, ბატონი კახა კოჟორიძე ტაბუა სტუდიიდან ჩაგვერთვება და შემდეგ უკვე ბატონ გიორგისთან მექნება კითხვა. ბატონ კახა ხომ გასმით ჩემი ხმა? დიახ, მოგესალმებით. დიდი მადლობა თეორემაში რომ იღებთ მონაწილეობას. არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა გარკვეული წუხილები გამოთქვით იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარეობს პროკურატურის მიერ. თუ შეგიძლიათ რომ მოკლედ აღწეროთ, რაში მდგომარეობს თქვენი წუხილი და კიდევ 2-3 კითხვა მექნება თქვენთან. დიახ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს სტუმრებს და ტელემაყურებლებს. მე შევეცდები სამართლებრივად შევაფასო მიმდინარე პროცესები ცხადია და სამართლებრივი მხარე ამ პროცესის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ აი ამ პოლიტიკურმა პროცესმა გადაფარა ის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ამ პროცესის დროს გამოიკვეთა, რაზეც საიამ მაშინვე გააკეთა განცხადება ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, თუმცა ამაზე დიდი აქცენტი სამწუხაროდ არ გაკეთებულა. გულისხმობ დაცვის მხარეს რომ არ ქონდა წვდომა მასალებს. შემდეგ რამეს რომ საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სისხლის სამართლის კოდექსი, კონსტიტუციის ზოგადი დებულებებიდან გამომდინარეობს, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის 93-მე მუხლში ძალიან ცალსახად არაორაზროვნად ნათლად წერია ის, რომ ბრალდების მხარე ვალდებულია გამოძიების ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარეს გადასცეს, ანუ გააცნოს კი არა, რასაც პროკურატურა ამოსვა, ჩვენ თავაზობთ რომ გაეცნონ. გადასცეს, სიტყვა გადასცეს საქმის მასალები. ნებისმიერ სტადიაში ცხადია იგულისხმება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სტადია და აქვე მინდა ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არც ერთი მუხლი არ იცნობს იმას, რომ თუ საქმის მასალები არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, მაშინ ის დაცვის მხარეს თუ ბრალდებულს არ უნდა გადაეცეს. ანუ რისი თქმა მინდა, ამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობით არის ცალსახა ვალდებულება დადგენილი ბრალდების მხარეზე, რომ გამოძიების მასალები მიუხედავად იმისა, სახელმწიფო საიდუმლოება, ეროვნული უსაფრთხოების შემცველი, ამის გასაჯაროება და ასე შემდეგ, გასაჯაროებაზე კი არ არის საუბარი. საუბარი არის დაცვის მხარესთვის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატისთვის ამ მასალების ასლების გადაცემაზე. გარდა ჩვენი კანონმდებლობისა, როგორც გითხარით, ეს გამომდინარეობს ევროპული კონვენციიდან, ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებიდან, სადაც პირდაპირ წერია სხვადასხვა ქვეყნების, მაგალითად არის რუსეთის წინააღმდეგ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, არის პოლონეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ევროპული სასამართლო ამობს იმას, რომ დაცვის უფლება და სამართლიანი სასამართლოს იმ უფლება იმდენად ფუნდამენტური უფლებებია, რომ არ შეიძლება ეს უფლებები ეჭქვეშ დადგეს სახელმწიფო საიდუმლოების мотивაციით და მიუხედავად იმისა არის თუ არა ასეთ საიდუმლოება დაცვის მხარეს უნდა გადაეცეს ეს მასალები. ეს არის დადგენილი პრაქტიკა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს. ეს არ მოხდა და სისხლის სამართლის კოდექსში ასევე წერია ის, რომ თუ ასეთი მასალების გადაცემა, ასეთი მტკიცებულებების გადაცემა არ მოხდება, მაშინ ეს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. და ჩვენ ვარაუდობდით, რომ სასამართლოში, როდესაც იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, ადვოკატებმა, მათ შორის ერთ-ერთი ადვოკატი არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, ჩართული ამ საქმეში და იცავს 5-დან ერთ-ერთ ბრალდებულს. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აი ამ ძალიან ცალსახად დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს დაუშვებლად ეცნო მტკიცებულებები, თუმცა სასამართლომ საერთოდ არ მოისმინა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, დაცვის მხარის შუამდგომლობები
და აი ძალიან ელემენტარული წესები. თქვენ ფიქრობთ რომ სასამართლოს გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ქონდა ადგილი, როდესაც აი ესეთი ცალსახა თქვა ფაქტორი არ გაითვალისწინა და მე ვერ ვიტყვი ცხადი არა მაქვს პირდაპირ მტკიცებულება პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების, მაგრამ სასამართლოს მოქმედება ცხადია ეჭვებს აღძრავს. მაგალითად ის გარემოება, რომ სასამართლო 2 საათს აძლევს პროკურორს, რომ თავისი პოზიცია ჩამოაყალიბოს, ხოლო დაცვის მხარის 7 ადვოკატს მთლიანობაში აძლევს 15 წუთს, ანუ დაახლოებით 2 წუთს ერთ ადვოკატს. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ შეჯიბრებითობა, რომელიც არის პროცესის ფუნდამენტური პრინციპი, არის დარღვეული. ხო, ცხადია. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა, რაც აუცილებლად მინდა დაგისვათ. საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს კულუარებიდან. ცხადია, ამ განცხადებას გარკვეული საფუძველი აქვს და ეს დადასტურდა, როდესაც ქალბატონმა თინა ხიდაშელმა და სხვებმაც, მათ შორის დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების კოალიციის პოლიცსაბჭოს ხდომას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი პირველ დღესაც და მეორე დღესაც 2 დღის განმავლობაში გაიმართა. როგორ აფასებთ თქვენ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას ამ პროცესებში? პირველ რიგში სამართლებრივი თვალსაზრისით მსგავსი აკრძალვა, რომ დავუშვათ რომელიმე მოქალაქე ეს დამფუძნებელი იქნება კოალიციის თუ სხვა ნებისმიერ რიგით არ შეიძლება ესწრებოდეს პოლიცსაბჭოს. ეს აკრძალვა არ არის და სამართლებრივი კუთხით ვერ ვიტყვით, რომ ამ მოცემულ შემთხვევაში რომელიმე კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი. თუმცა ცხადია, ჩვენც ჰქონდა სხვა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არაფორმალურ მართლობის პრობლემატიკაზე განცხადება გაკეთებული და ცხადია ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პრობლემური და საფრთხის შემცველი, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ უკვე ძალიან ბევრი საუბრობს და ამის ნიშნები იკვეთება, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია სწორედ არაფორმალური მართლობის ხელში შეიძლება იყოს და ეს რა თქმა უნდა საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ ძირეულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რაზეც ზოგადად სახელმწიფო მართლობა უნდა ედგეს. კი ბატონო, ბატონ კახა, დიდი მადლობა თეორემაში მონაწილეობისთვის. მე დავუბრუნდები ჩემს სტუმრებს, ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, იგივე კითხვით მინდა გადავიდე. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ზოგადად როგორ მეტყველებს ჯერ ივანიშვილზე ის რომ ვან ვერ შეძლო, თქვათ, თავის შეკავება, თქვათ, ჩდარიყო იქ თავის რაღაცა ოლიმპოზე და ღარიბაშვილს და ალასანიას ერკვიათ ერთმანეთში ურთიერთობები და თვითონ თქვათ, რაც შემრიგებლური ან როგორ თქვათ, ამ ყველაფერზე მაღლა დამდგარიყო ეს ერთ მხრივ ბიძინა ივანიშვილზე და მეორე მხრივ ირაკლი ღარიბაშვილზე. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიანდო ირაკლი ღარიბაშვილს ამ საკითხის მოგვარება, აი ესეთ უშუალოდ. მე იშვიათად ვაკეთებ ხოლმე კომენტარებს შიდა პოლიტიკურ პარტიათა შორის საკითხებზე, მაგრამ მე შემიძლია ძალიან ზუსტად გითხრათ, როგორ გამოიყურება ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალხში და რომ ეს მხოლოდ ადასტურებს მათ უკვე არსებულ ეჭვს იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად არ შედგა, ყოველ შემთხვევაში მას აქვს ძალიან დიდი თავისებურება, რომ საქართველოში ხელისუფლება ხორციელდება არაფორმალური ცენტრიდან, რაც დასავლელი პარტნიორებისთვის არის დიდი პრობლემა. ეს არის არანაირი პრობლემა არ არის ეს. აი ჩვენი რუსი პარტნიორებისთვის ეს არის მათთვის სრულად მისაღები ფორმა. ერთი კაცი, რომელსაც წინ დაელაპარაკებიან და რაღაც საკითხებს გადაწყვეტენ. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სრულად სხვა წარმოდგენა აქვს და მოთხოვნები პირდაპირ ვთქვათ, იმაზე თუ როგორ უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება ქვეყანაში, რომელსაც ისინი თანახმანი იქნებიან, რომ გაუგრძელონ დახმარება და ჩვენ უნდა ანგარიში გავუწიოთ იმ ფაქტს, რომ სერიოზული მხარდაჭერის და დახმარების გარეშე საქართველო ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება და იმედია, რომ ჩვენ ამის მონსტრი არ აღმოჩნდებით უახლოეს ხანში, იმიტომ რომ ამის რისკი არსებობს. კი ბატონო, ბატონსო, თქვენ შეგიკითხებით ივანიკიშვილის იანუკოვიჩიზაციის თაობაზე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს. ამაზე აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე, საუბარი არის ჩვენ დიდი ხნის პარტნიორებზე, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლის წყალობითაც ჩვენ დღეს გვაქვს იგივე ასოცირების ხელშეკრულება, ხელმოწერილი, რითიც ასე იწონებს თავს ხელისუფლება, კარლ ბილდზე არის საუბარი, არის ბევრი პარტნიორი, რომელიც იგივე სიმეორებს და იგივე წუხილები აქვს, ამაზე საუბრობს პოლიტიკური ოპოზიციაც. ძალიან ბევრი რამე ემთხვევა ერთმანეთს, თქვათ, ვარდების რევოლუციაც და
იგივე ეს ნარინჯისფერი რევოლუციაც ერთმანეთს ძალიან გავდა, შემდეგ მოხდა ვთქვათ რესტავრაცია გარკვეულწილად დამარცხდნენ ისინი დემოკრატიულ არჩევნებში, დაიწყო რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ჩვენ კარგად გვახსოვს იანუკოვიჩის შემთხვევაშიც ციხეში იყვნენ პოლიტიკური ოპონენტები, დღესაც პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან. მაშინაც იანუკოვიჩი ამას ამართლებდა იმით, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, დღესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამათ ამართლებენ იმით, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და უკრაინის და ამავდროულად თქვათ იგივე ბატონი ჭიკაიძე და სხვაები საუბრობენ იმაზე, რომ შეიძლება მაიდნის სცენარი განმეორდეს. როგორ ფიქრობთ, ასე თუ განვითარდა მოვლენები, თქვათ აი უკრაინასთან პარალელის თქვათ კონტექსტში, როგორ შეიძლება იყოს ფინალი საქართველოში? ახლა თქვენ ისეთი სცენარი შემოგთავაზეთ, რომ რასაკვირველია ფინალი იქნება ტრაგიკული. მაგრამ მე არ შემომთავაზებია ეგ სცენარი, მე ამ სცენარს არ შემოგთავაზებდით ასე. განსახილველად. საბედნიეროდ თქვენ არ ახართ ავტორი ამ სცენარის. თქვენ ნამდვილად არ ვარ. აღწერეთ რეალობა. მაგრამ ჩემს აზრით იანუკოვიჩი უკვე კრეფსითი სახელია. როგორც მოვლენა და არა როგორც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურა. და ჩემთვის, როდესაც აი ვაკვირდებოდი რა იყო მიზეზები აი ამ დღეებში განვითარებული მოვლენების რასაკვირველია იანუკოვიჩის გვარი ამომიტივტივდა როგორც იმ ხელისუფალის რომელიც შეგნებულად აკნინებდა შესაძლებლობებს უკრაინის ჯარის თავდაცვის სისტემის და პრაქტიკულად გაიპარარა ქვეყნიდან დატოვა სრულიად უსუსური თავდაცვის სისტემა რისი მომსწრენიც ვართ და რასაც შენერად იყენებს რუსეთი. ანუ მას როგორც ჩანს ასეთი დავალება ჰქონდა უფრო ადრე, რადგან მისი მოსვლა ხელისუფლებაში არ ყოფილა ნამდვილად რუსეთის მხარდაჭერის გარეშე. ახლა რაიმე დახმარება რუსეთის მხრიდან ივანიშვილის მოსვლისას ქართულ ხელისუფლებაში შეიძლება აქ აზრები გაიყოს, მაგრამ დაკავშირება ეს რუსეთთან არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის იდეა ფიქსი. ვერაფერს გამოვრიცხავთ. ბოდიში, მაგრამ აი იგივე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, რომ ისინი მიესალმებიან, რომ უფრო ბრძენი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და ასე შემდეგ, ანუ ისინი ხო აქტიური ღია მხარდაჭერას გამოხატავდნენ ქართული ოცნების მიმართ. მივაწეროთ დამსახურებას ყოფილი პრეზიდენტის, რომლის მიმართაც ძალიან ნეგატიური განწყობა იყო და ღიად არაერთხელ ულაპარაკიათ რუსეთის პირველ პირებს იმასთან მიუღებლობას. ანუ რუსეთს რა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ნეგატიური განწყობა ქონდა, ეს საქართველოს პრეზიდენტის დამსახურება. გამოთქმა, რომ აი როგორი კარგები მოვიდნენ, იყო არა ამათ ისი კარგით გამოწვეული, არამედ იმ დამოკიდებულებით, რაც მათ წინამორბედთან ქონდა რუსეთს და ამდენად ეს არაფერ ღირებულებას ჩემთვის არ წარმოადგენს რა სიტყვის რუსეთი აქაურ ხელისუფლებაზე. ეხლა როცა იანუკოვიჩის თემა წამოიჭრა ჩემში, დავინტერესდი ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც აი ამ ბოლოს წარმოქმნილ საკითხებში შეიძლებოდა ყოფილიყო საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიმღები, რამაც გამოიწვია, მოდით ასე დავარქვათ, ალასანიას ბუნტი. რეალობა, მოდი დავარქვათ იმ ინფორმაციას, რასაც ვფლობ, ჩემი პირადი გონივრული ეჭვი, რომ არ მომიწიოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა, რომ არსებობდა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა, ჩვენ ყველა შეიძლება მოგვიწიოს ბატონოს სასოს თქვენ. ბატონო, იქნება ამაღამ სახში მაინც. და რას ვამბობ ამას? ესე იგი, ეს იყო ინდივიდუმის ბუნტი, იმ დავალების შეუსრულებლობა, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უკანასკნელ მომენტში. და როდესაც ქვეყნის თავდაცვის პერსპექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება და ძალიან სერიოზულ დოკუმენტებზეა ხელი მოსაწერი, თუ იქნებოდა
საწინააღმდეგო ბრძანება ცენტრიდან გასაკვირველია ამ ბრძანებას ავტორები ეყოლებოდა. როდესაც ვაკვირდებით უკვე დღევანდელ ისტერიკას ჩვენი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის, რომელიც უკვე აი ამ 2-3 დღის განმავლობაში ნამდვილად ვეღარ ფლობს თავის თავს და ვეღარ საკუთარ ტერმინოლოგიას აკონტროლებს. ახურად რომ ვთქვათ, თავკონტროლი დაკარგა, გაძალოვნებულად ვფიქრობთ, თუ ეს არის ის ადამიანი, რომლის ბრძანებაც უნდა შესრულებულიყო, რამაც ასეთი საფრთხის განცდა ჩაუნერგა ალასანიას. დამოუკიდებელი რამდენად არის ეს პიროვნება იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს და რამდენად არის ბატონსო დამოუკიდებელი ირაკლი ღარიბაშვილი? ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი შეეფარდებოდეს მისი თანამდებობის შესაძლებლობებს. მე უკვე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება დღევანდელი პრეზიდენტის მიმართ, პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ მალე დაგვჭირდება სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბება, რომლის ლოზუნგიც იქნება დამოუკიდებლობა პრემიერ-მინისტრს. აი ამ დამოუკიდებლობის დეფიციტის პირობებში, რასაკვირველია, მისი თავისუფლების ხარისხი ძნელად არის წარმოსადგენი, მას არც გამოცდილება უწყობს ხელს და შეიძლება სადღაც გულის სიღრმეში არც მისი სურვილია ისეთი ბრძანებების გაცემა, რომელსაც ის აკეთებს. მაგრამ ეს უკვე გასარჩევის საკითხი არ არის, ყველა საკუთარ ნაბიჯზე უნდა აგოს პასუხი. კი ბატონო, აი რესპუბლიკელები ახსენეთ ბატონ გიორგი და თქვენ თქვით, რომ აი რესპუბლიკელების 9 ადამიანი ყავთ, გადავთვალე, 9 ადამიანი ყავთ ფრაქციაში, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, თუმცა მანამდე რამდენიმე დღით ადრეშიც ყველას გვახსოვთ ის პანიგირიკი, მე უფლებას მივცემ თავს შევაფასო სამარცხვინო პანიგირიკი, რომელიც არ ვიცი ვის, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცას 180,000 ლარი დაუჯდა საერთაშორისო ნიუ-იორკ ტაიმსის ფურცლებზე. ბატონო? სარეკლამო ფურცელზე, სადაც გამოქვეყნდა ბატონი უსუფაშვილის ტექსტი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს რაღაცა თამშობლოსთვის თავგანწირულ რიგით ჯარისკაცად, რომელიც რუსეთში აკადემიურ ნაშრომზე მუშაობდა. ზო მინდა ვკითხო რა ერქვა იმ აკადემიურ ნაშრომს, იმიტომ რომ მე დავიმახსოვრე, რომ მაინტერესებს თვითონ თუ ახსოვს. და ამასთან ისიც თქვა, რომ რესპუბლიკური პარტია იქნება ბოლო, ვინც დატოვებს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას. ამავდროულად ისიც გვახსოვს ახლა ხო ადამიანის წარსულს არ უნდა დავივიწყოთ. კი ბატონო. არ უნდა დავივიწყოთ, თქვათ იგივე ისიც რომ 9 აპრილის შემდეგ ეს ადამიანი კომუნისტურ პარტიაში იყო და როდესაც შალვა რამიშვილმა კითხა მის შესახებ რომ რა გინდოდა პოლიტიკურ პარტიაში, მე ამას შიგნიდან რეფორმირებას ვახდენდიო და ახლა შეიძლება შიგნით რეფორმირებით რა გაძლევთ იმის იმედს რომ რესპუბლიკელებმა შეიძლება თქვათ ალასანიას გუნდს მხარი აუბან, იმიტომ რომ საუბრობენ იმაზე რომ ისინი ბუნებრივი მოკავშირეები არიან ერთმანეთის, ხო? განცხადებებში ეს ისმის. აი ნაციონალური მოძრაობა კი არა, აი რესპუბლიკელები არიან ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, მინდა ორი სიტყვით ვისაუბრო კულუარებიდან ქვეყნის მართვაზე და თავისთავად ეს ბუნებრივია, რომ თავისთავად მიუღებელია და განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის არის მიუღებელი იქიდან გამომდინარე, რომ ლიბერალური დემოკრატია, რომლისკენ ჩვენ მივისწრაფით აბსოლუტურად გამორიცხავს ამ ტიპის მართლობას, მაგრამ მე ყველაზე მეტად გამაკვირვა უმრავლესობის, განსაკუთრებით მინისტრების, პარლამენტის წევრების ერთგვარ გამართლება ამ ფაქტის, რომ მათ თქვეს, რომ ის კოალიციის დამფუძნებელია და რატომაც არა. და გამოჩნდა შთაბეჭდილება, რომ კოალიცია, იგივე საპარლამენტო უმრავლესობა არის რაღაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სადაც ადამიანს აქვს წილი. ხო, ან რაღაც ბანკი ხომ არ არის ეს ყველაფერი, სადაც დამფუძნებელს კვლავაცის უფლებები აქვს. ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, ადამიანს უნდა ქონდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური თანამდებობა, რომ რაღაცნაირად ამ ყველაფერში ჩაეწეროს. აქედან გამომდინარე ეს თავისთავად მიუღებელია და სწორედ ამას ვიტყვი, რომ ეს აი იმ დავიწყებ იქიდან, რომ სწორედ აი ამ ტიპის მოვლენებია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგვარი შემაფერხებელი ელემენტები. იგივე ეს სხვა თუ გინდა დღევანდელი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საერთაშორისო საინფორმაციო გამოშვება ამას გააშუქებდა და ბუნებრივია, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება საკუთარი გუნდის გნება
წინ და 3 დღის წინ ქებადიდები ყავსებდა ბატონ ალასანიას, ხო? დღეს ასე თქვა ასეთ კი, მაგრამ ეს ხო დღეს არ დაწყებულა, ორი წელი მე ვხვდები. მაგრამ მე ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს და არა სიტყვაზე სხვა რაღაცეები. დაუბრუნდები რესპუბლიკელების საკითხს და კიდე სხვა რამე, რომელსაც მოგვიანებით მე ვიტყვი. რესპუბლიკელების საკითხს იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად მომავალში მე ვხედავ ქართულ პოლიტიკური სპექტრი რეალურად გატყდება ერთ წითელ ხაზზე. ეს წითელი ხაზი იქნება საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ანუ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია და ქვეყანა თუ არ გატყდა კი. აი მაგრამ ეს იქნება მთავარი გამყოფი ხაზი და მე დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა, რომ დღეს რესპუბლიკელებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ მათი პოლიტიკური წონა კოალიციაში იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეუძლია ბჭყალებში დააშანტაჟონ კიდევაც კოალიცია, ამის შანსი აქამდე არ ჰქონდათ მათ და ეს შეუძლიათ რაღაცნაირად გამოიყენონ თავის პოლიტიკური ასე ვთქვათ მოგებისთვის. ნუ რესპუბლიკელებიც გამოვიდნენ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად რაღაცა სულ რაღაცა 10-ოდე მაჟორიტარის გადმობირება გადარჩება. ხო, და ეგ არ არის მთავარი პრობლემა წარმოიშვება მაშინ, როდესაც უმრავლესობა ვეღარ მიიღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად თითეული გადაწყვეტილება იქნება პრობლემატური, მაგრამ და დაუბრუნდა იმას, რომ აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ როდესაც რეალურად თუ შევხედავთ დღეს რაც მოხდა საქართველოს პოლიტიკურ მე ასე ვთქვათ პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს იმიტომ დაემუქრა საფრთხე დღეს რომ ისედაც სუსტი პროდასავლური ნაწილი საქართველოს ხელისუფლებაში დღეს კიდე უფრო შესუსტდა და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდე უფრო დიდი პრობლემები გაჩნდება ამ მიმართულებით როდესაც ეს გუნდი კიდე უფრო სუსტი იქნება და შესაბამისად აი ამ წნეხს რომელიც საკმაოდ მძიმეა რესპუბლიკური პარტია ვერ გაუძლებს დიდხანს და ის ანუ ის ცენტრი რომელიც აუცილებლად შეიქმნება კოალიციის გარეთ იმიტომ რომ ამას ჩვეულებრივი პოლიტიკური ასე ვთქვათ მიზანშეწონილობა ითხოვს რომ რეალურად პროდასავლური ცენტრი რადგანაც კოალიციაში ეს აღარ იქნება, ეს იქნება კოალიციის გარეთ. კოალიციის რესპუბლიკური პარტია ვერ გაუძლებს წნეხს, თუ კოალიცია ვერ გაუძლებს საზოგადოების წნეხს და იძულებული იქნება, რომ რესპუბლიკური პარტია ნანგრევებიდან გამოძრეს. რაღაცა ერთმანეთს არ გამორიცხავს და კიდევ ერთხელ ბუნებრივია, თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი საზოგადოებრივი წნეხი იმისათვის, რომ ეს ეფექტური იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს პროდასავლური ცენტრი შეიქმნას, ასე ვთქვათ, კოალიციის გარეთ და რეალურად მოხდეს ის, რაც ჯერჯერობით ვერ ხდება, რომ ანუ პოლიტიკური მიზანშეწონილობების გამო, ან ტოქსიკური პოლიტიკური იმიჯის გამო, პარტიები ერთმანეთთან გნებავთ ამ საკითხის გარშემო ურთიერთობას. კი, ერთია, თუმცა კავშირი მეორეა, თანამშრომლობა რაღაცა კონკრეტული იდეის გარშემო. მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ კი სამოქალაქო სექტორი რაღაცა დოზით ითავებს ინიციატივას და შექმნის ერთგვარ პლატფორმას, ერთობას, რითაც გაუადვილებს პროდასავლურ პარტიებს ერთმანეთთან თანამშრომლობას კონკრეტულად აი ამ საკითხის გარშემო. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის 2 წლის წინ, 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანდა პოლიტიკური სპექტრი მეორე ადამიანის წინააღმდეგ. კი ბატონო, აი დღეს სხვა შეიძლება ალასანიამ აღნიშნა, რომ ჩვენ ვიქნებით ღირებულებების გარშემო გაერთიანებული და არა ვიღაცის წინააღმდეგ. დღეს ჩნდება შანსი, რომ ერთი იდეის გარშემო გაერთიანდეს ერთგვარი პოლიტიკური ერთობა და ეს იდეა, ჩემი აზრით, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია და ევროატლანტიკური მიმართულება რანგით არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. იქიდან გამომდინარეც, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენად დემოკრატიული, რამდენად კეთილდღეობაზე ორიენტირებული, რამდენად დაცული იქნება საქართველო. თუ ეს არ იქნება, არაფერი არ იქნება. აი აქედან გამომდინარე, სწორედ აი აქ ჩნდება ურთიერთობის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, სივრცე და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკელებიც და ყველა ის ძალა, რომლისათვისაც საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაცია და ამ მიმართულებით სვლა არ არის სულ ერთი დადგებიან უკვე აი ამ პოლიტიკური ინიციატივაში და აი ამ პლატფორმაზე. კი ბატონო, აი თქვენ არაუფლებამოსილი პირის მიერ მართვა ახსენეთ, თქვათ ამაზე მუამარ კადაფი გაგახსენდება ადამიანს, რომელმაც ვიცით როგორ დაამთავრა მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე იჯდა, ხო? ამ დღის განმავლობაში და კი ბატონო, ნიკა ეხა ისედაც თქვენ გაწევდით სიტყვას. მადლობთ. მეც მინდოდა ამაზე ორიოდე სიტყვა მეთქვა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მგონია, რაც ამ კრიზისმა გამოაჩინა. ეს არის ამ პრობლემის სახელი არის არაფორმალური მართვა. ბუნებრივია ხა ბატონმა კოჟორიძემ თქვა, რომ კანონი არ უბრძალავდა ბიძინა ივანიშვილს იქ ყოფნას.
რა თქმა უნდა, ეს კანონის აკრძალვა არ არის და მას შეუძლია ჩვეულებრივ მოქალაქეს ნებისმიერ შეუძლია დაესწროს ნებისმიერ პოლიცსაბჭოს. თუ ეს პოლიცსაბჭო მას იქ მიიღებს, მაგრამ მისი ყოფნა ხო ვიცით სინამდვილეში რისთვისაც რამ გამოიწვია. ეს არის არაფორმალური მართველი ამ წუთას მთელი ამ კოალიციისა და მთავრობისაც, რომელიც მართავს ამ ხალხს საკუთარი ფინანსური რესურსების გამო. ეხლა წარმოვიდგინოთ ერთი წამით, აი ჰიპოთეტური მაგალითი მინდა ბიძინა ივანიშვილს რომ არ კონდეს საერთოდ ფული. მიიღებდა იქვე დაეკითხებოდა მას ჭკუას როგორც დიოგენეს კასტრში. ცხოვრებ ბრძენს. ძალიან მეეჭვება. ის საკუთარი ფინანსური სიძლიერის გამო არის ადამიანი, რომელიც ამ კოალიციას ჭირდება და ამდენად ის ამ ძალაუფლებას იყენებს. აქ ყველაფერი ერთი შეხედვით რიგზე იქნებოდა ეს რო არ იყოს საშინელ კონფლიქტში დემოკრატიასთან როგორც იდეასთან. რა არის დემოკრატიისთვის თავარი? პასუხისმგებლობა. როცა ადამიანი მართავს, მას უნდა კონდეს რაღაც ფორმალური თანამდებობა და შესაბამისად ანგარიშვალდება პოლიტიკური პასუხისმგებლობას. ხო, შეიძლება ვთქვა. პასუხისმგებლობა, რომელიც მას დააყენებს შემდეგ არჩევნებზე ამომრჩევლის სასამართლოს წინ. ის თუ შეასრულებს თავის ფუნქციებს კარგად, ყოფილი ნებისმიერ თანამდებობაზე მას კიდევ ერთხელ აირჩევენ თქვა. ან არ აირჩევენ, მაგრამ როდესაც ადამიანი მართავს, მაგრამ არანაირი ფორმალური თანამდებობა არ უჭირავს, ეს მთლიანად ეწინააღმდეგება დემოკრატიის იდეას. კი ბატონო, მაშინ ვიღებ ჯამაჰირიას. ეს არის ჯამაჰირია, რომელიც აუცილებლად მოიტანს საშინელ ექსტრემიზმს პოლიტიკაში დაპირისპირებას, დანგრევას, რა თქმა უნდა, ჯამაჰირიის, მაგრამ ჯამაჰირიასთან ერთად დანგრევის საშიშროების წინაშე აყენებს ქვეყანასაც. ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდეს მართვა. ეს ადამიანის ინსტინქტია, მით უმეტეს ეგეთი ამბიციური ადამიანის, რომელსაც ამდენი რაღაცა გამოუვიდა, ასე ვთქვათ. თუ მას ეს უნდა, მან უნდა იყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და გახდეს რომელიმე თანამდებობის პირი, რომელიც შემდეგ მას ამ კონკრეტულ თანამდებობაზე ყოფნისას მიცემს კონკრეტულ უფლებებს, რომ მან ეს თავისი ამბიცია დაიკმაყოფილოს. ამის გარეშე ეს არის ამ წუთას უმთავრესი პრობლემა. ვინაიდან ვიმეორებ პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულების მომენტს, რაც არის დემოკრატიაში მთავარი, მთლიანად გამორიცხავს. კი ბატონო, ბოლო კითხვა მექნება გიორგისთან. საერთაშორისო კუთხით რა მდგომარეობაში გვაყენებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ პრინციპში ამერიკის ელჩმან ცხადია ხელისუფლების სახელით, ხელისუფლების გარეშე ელჩი ნაბიჯს არ დგავს, სრული მხარდაჭერა აღუთქვა ნდობას უცხადებთო ირაკლი ალასანიას. გაკეთდა განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, თუმცა ესეთი განცხადება ჩვენ მრავალი გვახსოვს იგივე, როდესაც საქმე ნაციონალურ მოძრაობას ეხებოდა, უბრალოდ მაშინ თქვათ იგივე თავისუფალი დემოკრატები ამას ნაციონალების მავნებლობას მიაწერდნენ ხოლმე. დღეს არ ვიცი ხა ეს ალასანიას მავნებლობა იყო თუ არა. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, აი დღეს როდესაც თქვათ აი ალასანიას გუნდი გარკვეულწილად რესპუბლიკელებთან ერთად რაღაცა ნათელი წერტილი იყო დასავლური საზოგადოებისთვის, რომ აი ისინი აიმედებდნენ მათ, რომ აი საქართველოს თქვათ კურსს არ შეიცვლის. ალასანიას აი ამ ნაბიჯმა იწულებითმა ნაბიჯმა პრინციპში დაგარწმუნოთ, რომ ალასანიაში ჩვენ დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ის, ვისაც მე პირადად ვიცნობდი, მრავალს, ხედავდნენ ამ ხელისუფლების პროდასავლური კურსის ერთ-ერთ მთავარ გარანტად და მისი ამ ფორმით, რაც თავი მე ხას უსვა ფორმას, ამ ფორმით და ამ მომენტში და იმ შესაძლო საბაბებისა და მიზეზების გამო, ასე ვთქვათ, ხელისუფლებიდან განდევნა და ჩვენ დიდი ალბათობით ვნახავთ გაგრძელებას, იმიტომ რომ დაიმუქრა პირდაპირ პრემიერ-მინისტრი, მოყვება ძალიან სერიოზული გადაფასება დარწმუნება დასავლეთზე იმ ეჭვებში, რომელიც მას ისედაც ჰქონდა, მაგრამ ამჯერად უკვე ეს იქნება სერიოზული გადაფასება. რა უნდა საზოგადოება ამ პირობებში? რა უნდა ვქნათ? იცით რა, ეს საზოგადოებამ ალბათ უნდა ითამაშოს უფრო აქტიური როლი ბევრ მიმართულებით, მათ შორის აიძულოს პატივისცემა ხელისუფლებას ინსტიტუტების, ჩვენ მქონდა დღეს პოლემიკა ჩემს Facebook-ის გვერდზე, იმასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ, მიდიოდნენ თუ არა გადამდგარი მინისტრები თავიანთი გუნდებით და ვინ არის გუნდი და ვინ უნდა იყოს საჯარო სამსახური. მე მჯერა იმ პრინციპის, რომ პოლიტიკოსები უნდა მიდიოდნენ და მოდიოდნენ პოლიტიკურ ციკლთან ერთად, ხოლო საჯარო მოსამსახურეები, პროფესიონალები უნდა რჩებოდნენ, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ის საჯარო მოსამსახურეები უნდა იყვნენ გარანტი იმისა, რომ პოლიტიკოსები თავისი ნებით ვერ განახორციელებენ ნებისმიერ მათ შორის ისეთ პოლიტიკას, ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის მანდატი არ მიუღიათ. ჩვენს ხელისუფლებას არ მიუღია
დასავლეთიდან შემოტრიალების მანდატი და აი ეს იქნება ერთ-ერთი რამ, რაც საზოგადოება აუცილებლად ძალიან მკვეთრად და გარკვევით უნდა გააგებინოს ამ ხელისუფლებას, რომ მისი ნებართვის გარეშე და ქართულ ერს დიდხანს და არაერთხელ აქვს დადასტურებული თავისი პოლიტიკური კურსის ერთგულება დასავლეთზე და მოდელზე დასავლურზე ქართულმა ხალხმა ძალიან მკვეთრად და გასაგებად უნდა გააგებინოს ამ ხელისუფლებას, რომ ის არ დაუშვებს კულუარულად მისგან დაუკითხავად პოლიტიკური კურსის შეცვლას. კი ბატონო, და თუ ტენჩერს თუ დავესესხები საზოგადოება როგორც ესეთი არ არსებობს, არსებობენ ოჯახები, არსებობენ ინდივიდები, შესაბამისად ალბათ ყველას ინდივიდუალური ტენჩერს თუ დავესესხები, საზოგადოება არ არსებობს, არსებობენ ინდივიდები და ოჯახები და თითოეული ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებს, რაც შემდეგ საზოგადოებრივ აზრად ყალიბდება ბატონო სოსოგი. ახსენეთ, თავისუფლებას მივცემ მისი გენიალური წინამორბედის ფრაზა შემოგთავაზოთ ეს გახლავთ ბატონი უინსტონ ჩერჩილის ფრაზა როგორც კი წამოვიწყებთ კამათს აწმყოსა და წარსულს შორის რასაც დღეს ადგილი აქვს უკვე წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ასეთი პოლიტიკური კამათია რბილად რომ ვთქვათ აღმოჩნდება რომ ჩვენ დავკარგეთ მომავალი. ანუ ეს გამონათქვამი თუ გაანალიზა ალასანიას პარტიამ მას შეიძლება ქონდეს პერსპექტივა იმისი რომ დაანებოს და არ გახდეს მხარე წარსულსა და აწმყოს შორის კამათის იფიქროს მომავალზე საკუთარ პოლიტიკურ ესე იგი ინსტრუმენტებიდან ამოიღოს ლანძღვა კონკურენტის რომლისთვისაც ქართული პოლიტიკა არ წარმოიდგინება და დარჩეს პოლიტიკურ ძალად დასავლური ორიენტაციის დასავლური კულტურის რახანია უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოგვიწოდებენ იმისკენ რომ გავანებოთ წარსულში ქეფას დავიღუროთ მომავლისკენ ნიკა ძალიან მოკლე რეპლიკა და უნდა დავამთავრო გადაცემა გადავაცილე დროს პირველ რიგში ორჯერ უბრალოდ სტუმრებმა ახსენეს ის რომ დასავლელები ამას არ მიიღებენ დასავლელებისთვის ეს მიუღებელია და სწორია მაგრამ რატო არ მიიღებენ ამის თქმა მინდა ეს არ არის ვიღაცის პრეტენზია პირველ რიგში ეს ხდება იმიტომ რომ დემოკრატია არ იღებს ასეთ რაღაცებს არ იღებს ექსტრემიზმს არ იღებს არაფორმალურ მართლობას იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიმყვანია ქაოსთან, არეულობასთან, ეკონომიკურ ჩამოშლასთან და ბევრ პრობლემებთან. ზოგადად დემოკრატიული პროცესი ამ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი ასე განვითარდა, ასეთ ცუდი მიმართულებით, მოუტანს პირველ რიგში საზოგადოებას, რომელზეც თქვენი კითხეთ რა უნდა ქნას, საზოგადოებას მოუტანს ჩვეულებრივ, აი ადამიანებს, ოჯახებს, პიროვნებებს მოუტანს საშინელ რეალობას. ძალიან ცუდ თანამედროვე ცხოვრებას და ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად საზოგადოებამ რა უნდა ქნას ჩემი აზრით არის ის რომ იყოს ძალიან აქტიური გამოხატოს პროტესტი როდესაც იგი მიხვდება რომ აი ამ ფუნდამენტურ პრინციპებს საერთო კეთილდღეობისა რომელიღაც ერთი პოლიტიკური ძალა აყენებს საფრთხის ქვეშ და ეჭქვეშ და მით უმეტეს კულუარებიდან აკეთებს ამას და დადგეს და გამოიყენოს ყველა კონსტიტუციური უფლება თავისი მომავლის დასაცავად ეს ერთი და მეორე რასაც ურჩევდი ხელისუფლებას ის რომ მან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე ამ დიდ ძუნებაზე ხელი აიღოს იმიტომ რომ ეს მათი ძალაუფლება რომელიც მათ როგორც ჩანს ასე ძალიან უნდათ რომ შეინარჩუნონ, სწორედ დადგება საფრთხის ქვეშ მაშინ, როდესაც ისინი გადაამეტებენ უფლებამოსილებას. ხანდახან ძალაუფლება იმაზეა დამოკიდებული, რას არ იზავს ხელისუფალი, ვიდრე იმაზე, რას იზავს. რაღაცეები არის უფლებას თავს არ უნდა მისცენ. კი ბატონო და ძალიან მოკლედ უნდა დავასრულო ყველა შემთხვევაში. მე მინდა რაღაცნაირად დავხსნა, სად არის საიდან მოდის რეალური საფრთხე კურსის ცვლილების. არავინ არ ელოდება და არც არ უნდა ელოდოს, რომ ვლადიმირ პუტინი დაურეკავს ირაკლი ღარიბაშვილს და ეტყვის, რომ ეს გააკეთე, ის გააკეთე, აქ წადი და აქ წამოდი. ანუ ძაღლისთავი არის დამარხული თუ რამდენად ეფექტიანად მოხდება იგივე ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელება. თუმცა რატიფიკაციას გარკვეული საფრთხეები
არ მგონია რომ დაემუქრება, თუმცა ეს ამით არ მთავრდება, ეს ყველაფერი იქით მიდის და მნიშვნელოვანია აქ ის სწორედ რომ იმ შემთხვევაში რაც დღეს ხდება რეალურად, ხო, სწორედ ამ ეფექტიანობას ემუქრება საფრთხე, ისედაც ჩემი აზრით არაეფექტიანად მიდიოდა ეს ყველაფერი და ეხლა კიდევ უფრო ცუდად წავა და საზოგადოება არ უნდა ელოდოს კიდევ ერთხელ გეუბნები დეკლარირებულად რომ ხელისუფლება იტყვის რომ ჩვენ ვცვლით კურსს. სამჯერ თუ ოთხჯერ იგივე ხო, იგივე ღარიბაში უნდა სამჯერ თუ ოთხჯერ განაცხადა რომ კურსი არ იცვლება, მაგრამ დეტალებს უნდა ყუროს საზოგადოება რომ ეფექტურობა მოიკლებს აი ამ განხორციელების პროაქტიულობა არც ყოფილა, მაგრამ კიდევ უფრო თუ მოიკლა აი იქ უნდა ჩაერიოს და ძალიან მკაცრად. სხვა შემთხვევაში კურსი მართლა შეიცვლება იქიდან გამომდინარე რომ პასიურ მდგომარეობაში ყოფნა პირდაპირ ნიშნავს ასე ვთქვათ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონებო თეორემაში სტუმრობისთვის, დიდი მადლობა მაყურებელს ვინც გვიყურა, ჩვენ ჟურნალისტები, ჩვენი მხრივ და აქტივისტები გარკვეულწილად გპირდებით რომ მაქსიმალურად ინფორმირებულებს გამყოფებთ იმასთან დაკავშირებით თუ სად მიდის საქართველოს ხელისუფლება და რა არის საქართველოს ხელისუფლების კურსი, იმისთვის რომ რეაგირების შესაძლებლობა მოგცეთ. მე გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შემდეგ ორ შაბათს შევხვდებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის.